გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით, ჩვენ ახლა ვიმყოფებით ერთ-ერთ ოჯახში. კონკრეტულად არ ვიტყვით სად, როგორ და რანაირად, ვინაიდან აბსოლუტურად არაფერს სulis ეს არის მორიგი ოჯახი. შემოვიდა შეტყობინება პარანორმალში და ჩვენ გამოვედით შემთხვევის ადგილზე უშუალოდ სამუშაოდ. მაგრამ სანამ გამოკვლევებს დავიწყებთ, აუცილებელია თავად ოჯახის წევრმა თანახმა იმაზე, რომ ფარულ რეჟიმში ვიმუშაოთ, თავად მოგვიყვეს იმ პრობლემების შესახებ, რაც რეალურად აქამდე ჩვენს მოსვლამდე პერიოდში დაუფიქსირებიათ ოჯახის წევრებს, სხვადასხვა წევრებს და მათ შორის თქვენს ხოლმე თანხმობით. თუ შეიძლება გითხარით, რომ რა ხდებოდა ამ ოჯახში უცნაური მომენტები, რაც პარანორმალურს უკავშირდება. მადლობა დიდი მოგზანებისთვის. მოკლედ მოგიყვებით რამოდენიმე ფაქტს. იყო ერთ-ერთი ესეთი ფაქტი, რომ გვესმის და არა მარტო მე ხმები, თითქოს ნაბიჯის ხმა, თითქოს გაფაჩუნების ხმა, რაღაც ნივთების გადმოვარდნა იყო ესეთი ერთი კონკრეტული შემთხვევა. რაღაც უცნაური სუნი მოდის, კიდე რა შეიძლება გავიხსენო ესე ანუ ეს არის რამოდენიმე წლის წინანდელი ამბები. ეხლაც რამოდენიმე დღის წინაც იყო მსგავსი, ანუ პერიოდულად არის პერიოდი, რომ არ არის ეს ხმები, მაგრამ ეხლა ბოლო 3-4 დღის წინ იყო გარკვეული ზედიზედ, ანუ 3-4 დღე იყო ხმა. დიახ, ანუ ესე იგი ის რაც ხდებოდა წარსულში გამეუდა 3-4 დღის წინ უშუალოდ, ხო ესე? თუ შეიძლება მოგვიყევით იმ ფოტოს შესახებ, რაც ამ ოჯახში გადაიღეს, რა გამოჩნდა ფოტოზე? მოკლედ საძინებელში გვაქვს სარდაფი, საძინებლიდან არის ჩასასვლელი. რამოდენიმე წლის წინ იყო ესეთი ფაქტი, რომ ვიყავით ჩასულები კომპოტის ამოსატანად და სურათის შუქის განათების მომენტში შემთხვევით მოხდა სურათის გადაღება. და ამ სურათზე იყო გამოსახული სახე, დავაკავშირეთ რეალურად რამოდენიმე ადამიანმა ერთი და იგივე აზრი გამოვიტანეთ, რომ იყო ფოტოზე ქალი, ბავშვით ხელში. რამდენი იმყოფებოდით ოჯახში? დაახლოებით 6-7, ანუ იყო პატარა ესე მეგობრული შეკრება, სუფრა გქონდა და 7-8 ადამიანამდე ვიყავით სახლში. და ამ ადამიანებმა ყველამ ნახეს ეს ფოტო. აბსოლუტურად ეს ფოტო და ყველამ ერთი და იგივე ვთქვით, რომ იყო ქალის სილუეტი, ოღონდ ჩანდა მხოლოდ სახე. თითქოს შავს თავსაბურავში იყო ეს ქალი, ესე დაბლიდან გვიყურებდა მაღლა სევდიანი სახით და ხელში ეჭირა, მაგ ხელშიც დავინახეთ, რომ ბავშვის, პატარა ბავშვის, თოთო ბავშვის ალბათ თვემდე ბავშვის სახის სილუეტი, იგივე მდგომარეობაში შავებში ეს ბავშვიც უბრალოდ სახე იყო ორივესი. ყურადღება მივაქციოთ იმას მეგობრებო, რომ ნახეთ რა მომენტია, როდესაც პარანორმალურ მოვლენას ვიღებთ ფოტოსურათებით, ხო? ანუ და გვაქვს საუბარი იმაზე, რომ არის სახის ფრაგმენტი, ხო? ამ შემთხვევაში, ბავშვის შემთხვევას გულისხმობ, ანუ იმ ქალსაც, ქალის სახესაც და ბავშვისაც ერთი და იგივე ფერი ქონდა კონკრეტულად, ხო ესე? ანუ სხვაობა არ იყო სახეებს შორის. არ იყო. ეს უკვე იმაზე მეტყველებს მეგობრებო, რომ ნამდვილად პარანორმალურ მოვლენასთან გვაქვს საქმე, იქიდან გამომდინარე, რომ ფოტოსურათში, ანუ არ იყო ცდომილება, თქვათ, და ის შესაძლოა ნამდვილად იყო ბავშვის, თქვათ, გამოსახულება, ვინაიდან ქალის სახეც და ბავშვის სახეც იდენტურად ერთმანეთს იმეორებდა სურათში. კი ბატონო, ეს ერთ-ერთი სანიშნია, ასე თქვათ, კი. სამწუხაროდ ეგ სურათი არ მოგვეპოვება, ეხლა კარგი იქნებოდა, რომ გქონოდა უფრო მეტი მტკიცებულებისთვის, მაგრამ რეალურად დამოწმდა რამდენიმე ადამიანისგან. კეთილი, ეს მოხდა რამდენი წლის წინ, დაახლოებით? დაახლოებით გეტყვით, ალბათ 9-10 წლის წინ. 9-10 წლის წინ მოხდარი ამბავი. მაგრამ ის რაც 3-4 დღის წინ მოხდა, ხმები, კი, ნაბიჯის ხმები, გაფაჩუნების ხმა ჭერზე, შემდეგ იატაკზე. ვანათებდი კიდეც, რომ მეთქი ხო არ მომესმა ან რამე ხო არ დადის მსგავსი არაფერი, ღამე ხდება ეს ყველაფერი 12 საათის შემდეგ. 12 შემდეგ. ეგეც აღსანიშნავია, რომ 12-ის შემდეგ დღე თითქოს არაფერი, მაგრამ 12-ის შემდეგ არის ხმები. მარტო მე არ მესმის ოჯახში რამოდენიმე წევრი ვართ და ყველა ერთხმად ვიძახით, რომ არის. და ეს მოვლენები ხდება, ანუ პერიოდულად, ასე პერიოდულად, კი, 2-3 თვე შეიძლება არ იყოს, მაგრამ
შემდეგ რამოდენიმე დღე შეიძლება ზედიზედ გამეორდეს. ანუ ბავშვსაც მქონია ორჯერ ესეთი შემთხვევა, რომ რაღაც თითქოს მოეჩვენა, რომ ქალის სახე დაინახა ფარდაზე, მერე ზალისკენ ჩვენი საძინებელი იყურება ზალისკენ და იქაც დამიძახა, რომ აქ ეხა ვიღაც ქალი იყო და რაღაცა თითქოს მაგ პერიოდში ვერ ჩავთვალეთ ესეთ განსაკუთრებულ რაღაცად ბავშვის ფანტაზიის წყარო. მაგრამ ეხლა უკვე ამ ვაკავშირებთ, კი, ეხლა ამ განსახეთიდან ვაკავშირებთ. ესე იგი, მეგობრებო, ხდება რა, ფოტოსურათის ამბავი უკვე მოისმინეთ და თუ მე როგორც ექსპერტს შემიძლია ვთქვა, რომ კავშირი ფოტოსურათს სამწუხაროდ აღარ არსებობს, ეს ფოტოსურათი კარგი იქნებოდა ყოფილიყო, მაგრამ მონაყოლიდან გამომდინარე, აშკარად პირდაპირი კავშირი აქვს ბავშვის ნათქვამსა და იმ გადაღებულ ფოტოს შორის, ვინაიდან ორივეგან ქალი ფიგურირებს. და ბავშვებიც, რა თქმა უნდა, აქვთ უნარი ადრეულ ასაკში ბავშვებს, რომ დაინახონ ის მომენტები, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ. ანუ ბავშვობაში, ბავშვების შემთხვევაში ხშირად ხდება ასეთი მომენტები, რომ ისინი ხედავენ, შემდეგ უკვე გვატყობინებენ, რომ რაღაცა ხდება იქ ისეთი, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ. უამრავი შემთხვევა, ალობარშიც იყო ესეთი შემთხვევა და ძალიან კარგად ვიცით, პარანორმალში დევს ეს მასალები არის. კიდევ რამეს ხომ არ დაამატებთ? ერთ ფაქტს აღნიშნავდი, რომ ეს ყველაფერი ხდება უფრო საძინებელ ერთ-ერთ საძინებელს, სადაც სარდაფი არის მაგ საძინებელში და მისაღებში, ანუ ძირითადად მანდ არის ეს ხმები. სარდაფის მიმდებარედ, ანუ სადაც სარდაფია მაგ საძინებლის ტერიტორიაზე. ჩვენ გვაქვს ფიზიკურად საშუალება, რომ სარდაფში ჩავიდეთ და შევამოწმოთ. სასასვლელი არის, ჩვეულებრივ შეგვიძლია ნახოთ. კეთილი, მეგობრებო, ჩვენ ამ ღამის განმავლობაში შევეცდებით, რომ დავადგინოთ არის თუ არა ეხლა ამ დროისთვის ამ ოჯახში რაიმე ისეთი არასასურველი უწმინდური სული, რაც რეალურად, რა თქმა უნდა, არ არის სასურველი ასეთ შემთხვევაში, მაგრამ რა კავშირში არის უშუალოდ ოჯახთან, არის თუ არა ოჯახის სამიზნე ან კონკრეტული პიროვნება, მაგას აუცილებლად გავიგეთ და პლუს ამას კიდევ ვიმუშავებთ იმ კუთხითაც, რომ თუ ოჯახში რაიმე ჯადოს მსგავსი რამე, თქვათ, არის, რის შესახებ თავისთავად არაფერი იცით, ჩვენ შეგვიძლია, რომ თუ კი არსებობს ასეთი ფაქტი, ჩვენ ამას ამოვიღებთ აუცილებლად. გვაქვს ამისი ყველანაირი აპარატურა და აღჭურვილობა. კეთილი. მოკლედ მე ვფიქრობ, რომ დრო არის უკვე გადავიდეთ კულევებზე და ნახოთ, მე ყოველ შემთხვევაში გისურვებდით, რომ არანაირი ბოროტ ძალასთან არ ქონდეს შეხება. უშუალოდ. რამე თუ მე შემდეგ უკვე მოგვიწევს მივიღოთ შესაბამისი ზომები. მაგრამ მე მშვიდობას გისურვებთ. მადლობა დიდი მობრძანებისთვის და თქვენი იმედი მაქვს გენდობით სრულიად. დიახ. ჩვენი გადარჩენია, რომ გადავიდეთ უშუალოდ კვლევებზე და გავიგოთ რეალურად რა ხდება ამ ოჯახში. დროებით და ჩავერთვით. მეგობრებო, გადავედით უშუალოდ სახლის გამოკვლევაზე და პირველ რიგში ვიწყებთ ოთახებს შორის ტემპერატურიდან. ჩემ თანაშემწეს ახლა უჭირავს პასადოფუცელი და იწერს ყველა ოთახის მონაცემებს. აუცილებელია ეს პარანორმალური კვლევების დროს, ვინაიდან ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა ნებისმიერ ოთახში ეს უკვე არის მეტად საყურადღებო, შესაძლოა აღმოჩნდეს პარანორმალურად აქტიური ზონა, სწორედ იმ წერტილში, სადაც ტემპერატურის ვარდნა გვექნება. ეხლა გავიგებთ ზუსტად აქვს თუ არა ადგილი ამ სახში რაიმე მსგავს შემთხვევას. ეს არის მისაღები ფოიე, ზოგადად დავარქვათ ესე. და აქ გვაქვს 23 და 7 გრადუსი. ეხლა უყურე, მომეცი. კაი, მე ჩავწერ, იმიტომ რომ კამერით ირებს და უშუალოდ კამერა უჭირავს ხელში. აქ მისაღები სად მიწერია, სანდრა? ეს ოთახი. ბოლო. რა წერია ახლა? ისეთი ხელით გაქვს რა წერი, ესე იგი ექიმებსაც კი ყვა ჩამოუვარდებათ რა კალიგრაფიაში. მისაღები არის ბოლო. მისაღები ბოლო. ესე იგი მისაღებ ოთახში გვაქვს 23 გრადუსი და 7. C. კარგი. სამზარეულოში ნახოთ.
სამზარეულო არის მომდევნო, ხო სწორია? ეს არის რა. ხარასოდაც რა, გამოვასწავლე ეს კალიგრაფია, მე ვაფშე ვერაფერს მაჯღობენ. ესე იგი, აქ არის 23 და 6, აბსოლუტურად არაფერი ამ დრომდე. გადავიმოსვლა შემოსასვლელში. ეს არის უშუალოდ შემოსასვლელი. კარი და აქ გვაქვს შემოსასვლელი პირველი გიწერია ხო შემოსასვლელი? კი. აქ გვაქვს ისე 23 და 3. ზალა, ძლივს დავიკითხე რაღაცა. ეს არის ის ადგილი, უშუალოდ. სადაც უფრო მეტად ფიქსირდებოდა ესეთი ეს აქტივობები, რაც უშუალოდ რის შესახებაც მოგვიყვა უშუალოდ ამფლობელი. ერთი არის ეს ზალა, ჯერჯერობით ტემპერატურები 23 გრადუსია და აბსოლუტურად ნორმალურია. 23 და 1. ეხლა გადავინაცვლებთ საძინებელში უშუალოდ, სადაც სარდაფი უშუალოდ იმ ოთახშია, ხო სწორია? კი. და იქ გავზომოთ ტემპერატურები ჯერჯერობით 23 გრადუს ავცილდებით, ეს არის აბსოლუტური დაბლობა. ეს არის ალბათ ხო საძინებელი. ეს არის საძინებელი. აქ 1 გრადუსი მოგვცა სხვაობა და რა თქმა უნდა, აქ არაფერი არ არის, 22 და 9 გვაქვს. და უშუალოდ სარდაფი, გადავიღოთ სარდაფი ჩასასვლელი. ეს არის სარდაფი. აი ეს არის ის სარდაფი, სადაც იქნება გადაღებული სურათი და სურათზე დაფიქსირებული ქალი ბავშვით. მაგას გამანათებთ, უბრალოდ ის გადაიღეთ ჩასასვლელი და მოგჩამაგეთ. ანუ კარებს მოგიხმოთ, მოდი ერთად შემოდი. აი ეს არის სარდაფი, სადაც უნდა ჩავიდეთ და გამოვიკვლიოთ რა ხდება იქ. ერთი წუთი ზალაში დავბრუნდეთ, რომ ის ტემპერატურას ჩავიკვლიოთ. და ეხლა პირველი საათი არ არის უშუალოდ ჯერ ერთი წამი როგორც თქვით, მხოლოდ ეს ოთახი, ზალა და საძინებელი მხოლოდ 1 გრადუსში გვაძლევს სხვაობას, რაც რა თქმა უნდა აბსოლუტურად ნორმალურია. და არ არის მკვეთრი ვარდნა, მხოლოდ 1 გრადუსი გვაქვს სხვაობა. ამჯერად დაგვრჩა ერთი ოთახი და სარდაფი. მეორე საძინებელი. ანუ შენ არ გიწერია საძინებელი და იწერია. შორენა საძინებელი არის ეს. ხოლო ხსანდრა. ეგრე არ შეიძლება გარკვევით დაწერე ხოლმე. ისე დავწერე რომ მე გამეკო. არა. შენ კი არა, ყველა უნდა გაიგოს, ვისაც კითხვა შეუძლია. მოკლედ მე აქ შეცდომით მივაწერე ეხლა ის გრადუსები, იმიტომ რომ ეს ოთახი მიგონა ვაფშე სხვა ოთახი. კაი, არ ავშოს. ეხლა დავაწეროთ მეორე საძინებელი. მეორე. 22 და 5, ესე იგი. გამოდის რომ ეგარ. ეს ოთახიც გავზომეთ. ჯერჯერობით პირველი საათი არ არის და ოთახებში გვაქვს აბსოლუტური სტაბილური ტემპერატურები. ის ოთახი თბილი მეტად იმიტოა და 1 გრადუსში სხვაობა, რომ იქ იყო ჩართული გამათბობელი. ეგეც მიზეზი იმის თუ რატო არის მხოლოდ 1 გრადუსში სხვაობა. შემდეგ გამოვხდეთ რა თქმა უნდა. თუმცა დაგროვილი სითბო გვაძლევს ამის იქის საშუალება. ეხლა უშუალოდ უნდა ჩავიდე სარდაფში.
დროს სარდაფის ტემპერატურა გავიგოთ. სავარაუდოდ, მეგობრებო, აქ რა ხდება? სარდაფში ნებისმიერ შემთხვევაში ტემპერატურა მკვეთრად უნდა დაეცეს. თუმცა არ უნდა გადავიდეს არავითარ შემთხვევაში მინუს გრადუსებში. თუ კი ასეთი რამ ხდება, ეს უთხოვარი ფაქტი იმის, რომ იქ პარანორმალური ზონაა. თუმცა ჯერჯერობით არ ვიცი. ამას გავიგებ ეხლა აქ ვტოვებ. სანდრა, ამ სარდაფში შენ ვერ ჩამოხ. შორნე უნდა ჩავიდე და ჩავიტანო. საფეხურზე ასეთქი. რო ჩავალ კამერა გადმომეცი. კი. კამერა. так, ჩვენ უკვე სარდაფში ვიყოფებით. და როგორც ადგილობრივმა მეპატრონებმა მიხსნა, სწორედ აი ამ სარდაფიდან ისმოდა უფრო ხშირად ხმები. ვაყურებელს შევახსენებ, რომ ჯერ კვლევა დავიწყეთ უშუალო ტემპერატურებით და არ ვიყენეთ სენსორულ სისტემას, ვინაიდან ამ შემთხვევაში უნდა გაითიშოს დენი. და შემდეგ უკვე ჩაერთვება ჩვენი ზემოძნობიარე სისტემები ძიების პროცესში და არავითარ შემთხვევაში მანამდე. როგორც თქვით, სარდაფში გვაქვს სხვაობა. არის 3 გრადუსით დაბალი ტემპერატურა, მაგრამ აქაც უშუალოდ ყველაფერი წესრიგშია, რაც შეეხება ტემპერატურის მხარეს. სარდაფი გახლავთ აი ასეთი. სარდაფში სარკერო გდია ძირს, ეს რა არის? რომელი სარკეა, რატო არის ძირს? უნდა ეგდოს დაალაგებული იყოს სარდაფი, ჩემმა დედამთილმა დაალაგა წასვლის წინ. ნამდვილად? კი, სარკეს არ დააგდებდა, დარწმუნებული ვარ, მოგავაკიდეთ. გესმით მეგობრებო, სახლის მეპატრონე გვარწმუნებს, რომ სარკე, რომელიც ძირს გდია ამ შემთხვევაში და რა თქმა უნდა, აგერ კადრში ხედავთ. არ უნდა ეგდოს არც ერთ შემთხვევაში, ვინაიდან სახლი დაალაგეს, ეთყობა კიდეც რომ დაალაგებულია სარდაფი, აგერ ხედავთ. გაიტანა, გამოგავა, მოასუფთავა და ისე წავიდა. და სარკე გვიგდია, ანუ სარკე არის ჩამოგდებული ძირს, ეს აშკარად. არ უნდა ეგდოს, ხო? არა, ნამდვილად არ უნდა ეგდოს. ამ შემთხვევაში მაგის მერე არავინ არ ყოფილა მან ჩასული. კეთილი. მოვინიშნოთ ერთ სიტყვით ეს შემთხვევა, სარკე არ უნდა ეგდოს, აგდია, დაალაგეს სარდაფი და არც ერთ შემთხვევაში სარკეს ძირს არ დააგდებდნენ, გამორიცხულია, მაგდროს მეცხვდები მეგობრებო, თუმცა ნახოთ, ყველაფერი ჯერ წინ არის. გასაგებია. ყველაფერი გასაგებია, ახლა კამერას ავაწოდებს ზემოთ. ტემპერატურები უკვე ზუსტად 20-დან 0-ზე დადგა. არც ერთი მეასედით ზემოთ და ქვემოთ, ეს ძალიან საინტერესოა. ეს სტაბილურად 20-დან 0-ზე დგას. აბა სხვადასხვა კუთხეებით შევამოწმოთ. 20-დან 0, 19 და 9. კი ბატონო, მართალის გამოდექი, არ უნდა ყოფილიყო 20-დან 0. არც ერთ შემთხვევაში გაშიშებული. 19 და 9-ს ჩამოვარდა. ყველაფერი წესრიგშია ამ დრომდე. უბრალოდ ერთი უცნაური არის სწორედ ის სარკე, რომელიც ახლა ძირს გდია და მეპატრონე გვარწმუნებს, რომ არც ერთ შემთხვევაში ძირს არ უნდა ეგდოს სარკე. ნახოთ. ყველაფერი წინ არის. სანდრა? კამერა?
ფული გდია ძის 20 თეთრიანიც ვიპოვეთ. შესაძლოა უბრალოდ ჩავარდა წერილიდან და მოდან სარდაფის კეთილი ამოდივა. ამოდი. საკერდია ძირს. ეგრე არ უნდა იქნას ასეთ შემთხვევაში. თუმცა დაალაგებულ სახში საკეს ეგრე ძირს არავინ არ დაარდებდა. რა მიზეზით გდია, არ ვიცით. მათ მე ვერ ჩამავალ? ვერავი. ვერ ჩამავალ მათ? ცუდი ჩასასვლელია რა გითხრა. ჩასვლის უბრალოდ ჩამოხ. მაგრამ ხო. და ხედე. ეს და სარდაფში გვაქვს 19 და 9. და ფი 19 9. ეს სარდაფი იყოს ღია არ ხურავთ. და გადავდივართ კვლევის შემდეგ ფაზაზე. ჯერჯერობით ამბობთ. აბსოლუტური შვიდობა. ოღონდ ტემპერატურა გვაყობინებს არის შვიდობა. ესე იგი, სადაც შევნიშნე საათი იყო. აგერებს საათი. ამას უნდა შევიდა 2 დაწყებულა. კეთილი. 2:15 წუთი. კარგი, უახლოვდებით ნელა ისეთ დროებს, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეხლა ამ შემთხვევაში ვაკეთებთ რას? ამ შემთხვევაში უკვე ვიღებთ ელექტრომაგნიტურ და რადიოტალღურ მოწყობილობებს და უკვე ვამოწმებთ SAPs. თუმცა აუცილებელი პირობას წარმოადგენს ის, რომ ელექტროენერგია კვების წყაროდან აუცილებლად უნდა გაითიშოს. ამას თავისი მიზეზები აქვს თუ რატო? იმიტომ რომ ზემძნობიარე აპარატურა და არ გვსურს რომ რაღაც თომილება ქონდეს კვლევების დროს და აუცილებლად უნდა გავთიშოთ ელექტროენერგია, რათა დავარწმუნდეთ იმაში, რომ თუ აპარატურა იძლევა სიგნალს, ამ შემთხვევაში ეს სიგნალი მხოლოდ და მხოლოდ ერთ შემთხვევაში უნდა მოხდეს, როდესაც მან დააფიქსირა სულის მოძრაობა, ან მის სიახლოვე ან ასტრალური გარემოება. სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ამ ყველაფერმა. მოდი ახლა ეს გავთიშოთ დროებით. მეგობრებო, გადავდივართ კვლევების მეორე ფაზაზე. კონკრეტულად ვეძებთ ამ შემთხვევაში ჯადოს და ვიყენებთ ორ საშუალებას. პირველი, წმინდა ზეთი მირონი, რომელიც ხელში მიჭირავს და მირონის საშუალებით შევამოწმებთ აბსოლუტურად ყველა ოთახს. თუ რომელიმე ოთახში მირონით გამოსახული ჯვარი უბრალოდ გაქრება, ეს აშკარად არის იმის ნიშანი, რომ იმ ოთახში რაიმე არასასურველს აქვს ადგილი. შესაძლოა იყოს ჯადო და შე შემთხვევაში ეგრეც ხდება ხოლმე, ან მომენტალურად შევატყობინოს ის, რომ იმ ოთახში ხდება რაღაცა ძალიან ცუდი. ყოველ შემთხვევაში ამას ერთად ვნახავთ და ამ შემთხვევაში შუქის ჩაქრობა საჭირო არა ვინაიდან ელექტრომაგნიტურებს ჯერჯერობით არ ვიყენებთ, მხოლოდ მირონით ხელმძღვანელობ. დავიწყოთ ამ ოთახიდან.
ოთახს დაუბრუნდებით. Akarki. Ares. ხო. იბენო. ამ ოთახში ყოველთვის წესრიგშია. Ares. წესრიგშია. Ai კამერა მაგიქო. Აბოდი. Ares. ვიცი, ხედავ. წავით. ხედავ, მაგრამ დავაფიქსირო. აქ შუქის ანთება სუშო შუქი არ აქვს, ხო? კარგი, მაშინ ისე გავაკეთე. ერთი ოთახი გვაქვს ჯერჯერობით საერთო მარტო ამდრომდე. სადაც ჯვარი გაქრა. კამერაში ჩანს კარგად ჯვრები? კი. კაც კარგად დაფიქსირდა. ეს ოთახი შემოწმებულია აქ, არაფერი გვაქვს. აბსოლუტურად. აქაც აბსოლუტურად არაფერია. არაფერია. აი ამ ოთახში ჩანს კამერაში. კი, აი აქ არის. კი ბატონო, კამერა კარგად აღიქოს. Ares. ჩემი კამერაში. Ares. კი ბატონო. არის. ამჯერად ჩვენ შევამოწმეთ ყველა მსგავსი არაფერი, მხოლოდ ამ ოთახში მომდინარეობს, აი ამ კედელზე. გაქრა. არა, არის. აბა კი არის. არის, და კამერაში ჩანს. მაგრამ კამერაში ჩანს, ხო? ერთი წუთი. აი ტყუიავის სახლში სწორედ ამ ზეთით გამოისახა ჯვრები.
კამერაში ჩანს კარგად. არა. არჩი, კარგი. აბა ესე მოკეროს დაუბრუნდე. ოკეი. გაჩერე კადრი. კი. კიდო. კეთილი. ამ დროისთვის წმინდა მირონი არაფერს არ გვატყობინებს სახლში რაიმე ბოროტებას და ჯადოს მაგვარს მსგავსაზრი არსებითად არ აქვს ადგილი. ჯერჯერობით ყველაფერი ნორმაშია და კარგად არის. წინააღმდეგ შემთხვევაში რომელიღაც ადგილზე დასმული ჯვარი უნდა განხრალიყო. ამ შემთხვევაში ესე არ მოხდა. ეხლა გადავიდეთ უშუალოდ იმ აპარატურაზე, რაც გვაქვს და იმითი გადავამოწმოთ უკვე ყველაფერი, მაგრამ აქ კიდევ ერთი განსხვავება ის არის, რომ შესაძლოა კვლევის პროცესში დავაფიქსიროთ სახში თუ კი არსებობს სული ავტომატურად, რა თქმა უნდა, მაგასაც ვეცეთ. ეხლა ჩვენ გვჭირდება რა? ჩვენდება ელექტროენერგიის გათიშვა. ძირითადი ბლოკი სად ვიყენია? ამპერს ვეთქიმი და ზედა ის რო გამოვხოთ აი. დაბლა. ესე იქ არის. ეს კამისური სადარ მეწოდა. ეხლა უკვე გადავდივარ ძირითად კვლევებზე, ფანარი უნდა მოიმარჯო. ჩვენ ამ შემთხვევაში უკვე ვიყენებთ ელექტრომაგნიტურ ციფრულ აპარატურას, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერი სიგნალი ელექტროენერგიის გათიშვის შემდეგ უბრალოდ არ უნდა მოგვცეს არავითარ შემთხვევაში. რატო ვაკეთებთ ამას? იმიტომ ვაკეთებთ, რომ ნებისმიერი უზუსტობა და ცდომილება იქნას გამორიცხული. ვინაიდან აპარატურა ზეგრძნობიარეა და ჩვენ არ გვჭირდება ზედმეტი ცდომილებები. აქედან გამომდინარე უკვე ვიწყებთ შემოწყებას. შეიძლება გომიკი. როგორც ხედავთ, გავანაცოთ. როგორც ხედავთ, სახში გაითიშა ხოლმე თანხმებით, რომ სულად გათიშული არის ელექტროენერგია. ეთი აი ამ ფონზე ვიწყებთ გამოკვლევის შემდეგ ფაზას და აი შევავთოთ ჩვენი აპარატურა და მოვიყვანოთ წყობში. დავწმუნდეთ იმაში, რომ ადამიანებზე უშუალოდ არ რეაგირებს. ოკეი. ხედავთ, თქვენ ისო დაწმუნდეთ, აგერ. შეტრიალდი ისე დაგინახოს. რა, ოღონ კამერა არ ვიშვირო უშუალოდ. ხედავთ ხო, რომ არ რეაგირებს არანაირად და არც ეს აპარატი არ რეაგირებს არანაირად. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სიგნალი უკვე ძალიან საყურადღებო იქნება და დავიწყოთ კვლევები და დავიწყოთ ამით ახლა. მომეჩემი ნუ შეგვიძლია ჩემი აპარატი მომეცი. კი. მოდი დავაფიქსირე. ეს არის მიუღეთ აქტიურობა. ეხაც იყო. პერიოდულად ნახე. ეს უკვე არაფერი არ არის. მოცადე. აი, შეხედე. კი. ხედავ? კი. აშკარა. უყურე, ამას უყურე, შეხედე? კი. ხედავ? შენი აპარატი სად არის ამ დროს? ეცამთ. პირველივე კვლევის დროს ვიღებთ უკვე საყურადღებო სიგნალს. აქ იყო. ეს ის სათახვები. აქ ვარ. ამას ეს დააფიქსირე. ნახე, უყურე? აი ხედავ? კი. უყურე, როგორ ისა. პარანორმალური ზონები უკვე აღმოაჩინეთ სახში.
არ შეგეშინდეთ. ეს უშუალოდ სულის მოძრაობა არ არის. ნახეთ რა მომენტია სულის მოძრაობა, სხვა სიგნალი აქვს, მაგრამ პარანორმალურ ზონას გვატყობინებს. სამზარეულოში არის ეს ზონა, ანუ რაც ასტრალურ გარემოს ნაწილობრივ წარმოქმნის. მაგრამ ჩვენი სიგნალები, ნახეთ როგორია? ხო, ზუსტად ისეთი, როგორც ასტრალურ ზონას ახასიათებს ამ შემთხვევაში, ზუსტად იგივე სიგნალი გვაქვს. მაგრამ ეს არ არის სულის მოძრაობის, აი დააკვირდით, ნახეთ. ოპა. ჩანს კადრში. ოპა. ეგრე ნუ იქნებ გთხოვ კამერას. აი უყურე პერიოდულად ძლიერდება, პერიოდულად სუსტდება და ღამის ამ დროის განმავლობაში 2 საათია, 3 დაიწყო, ხო? უკვე ესე იგი სამზარეულოში გვაქვს პარანორმალურად აქტიური ზონა. აბა ვნახოთ. რატო ვრცელდება ეს ზონა? თითამი. ეს ხან დავდო. და სტეზოს. ესე იგი, სახში გვაქვს ელექტროენერგია გამართული და არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს აქტიური ზონა და თქო უბრალოდ არ არსებობს შენ ზურს უკან. და მოწევთ ისე თავიდან უყურე პერიოდულად აი ახლა აი ხედავ? აი მანდ უფრო ძლიერად არის ხო? კი ბატონო, კი. ესე იგი, აი ამ კუთხიდან კონკრეტულად ხმაური არ დაგვიფიქსირებია? არა. ყოველ შემთხვევაში აი უყურე, შეხედე. საძინებელი რო იქით, მაგ აქ უფრო არ მესმის და მეტად შენ საძიებო სად არის? გაწიება. აი, ხედავ? აი პერიოდულად. ოპა, დაფიქსირა. ეს უფრო ბევრად ზნობიარე აპარატია, იმიტომ რომ იმ აპარატის გიორგი. აუ, ნახე, აქტიურობა. არ შეგეშინდეთ. ეხლა ხანს იყო უკვე ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ რაღაც სახში მოძრაობს. გიორგი აქაც იყო. კარგი, მოდი ამ მიმართულებით გამოდით. ერთზევით. დაუფიქსირეთ. ეს შუალოდარი, აი აქაც. შეხედე? აი ამას უყურე? კი. კამერა არ იქნიო. დიდი ყურადღება აქაც ნახე რა ხელ აქტიური ზონაა, უყურე. ნახე აპარატი. ორივე იღებს ხო? შენი კამერა. კი. ძალიან არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ ამ სახში უკვე ნახე როგორ თამაშობს. ამას უყურე. კი ბატონო. გასაგებია. ყველაფერი გასაგებია. ძალიან ცუდი. ერთზევით. რო იქნებ კამერას კეთილად ხომ. გასაგებია, ეხლა სხვა ოთახებში წავიდეთ. აი ახაც ხედავთ, კი ბატონო. ორივე აპარატი ერთდროულად იგრძელება. აი უყურეთ. შეხედეთ. კი. ორივე აპარატი გვაძლევს სიგნალს. სამწუხაროდ. მომისმინე ახლა კონცენტრაცია მოახდინე. დენ კაც უბრალოდ გასაგებია. სამწუხაროდ მართლდება ის რაც თქვენ მოუყევით ჯერჯერობით საწესებზე. აშკარად ძალიან მოვიდა. აი სანაცვლოქი, აი აქ აბსოლუტურად სიმშვიდეა, ხედავ? დაწმუნდით რომ ეგრეა. იმ ოთახისგან განსხვავებით, აქ აბსოლუტურად სიმშვიდეა და ამ დარწმუნება. კი, ნახეთ რა არის, აქ პარანორმალური ზონა აქტიური არ აქვს. ამ შემთხვევაში სუფთაა ტერიტორია, ხედავთ? განსხვავება იმ ოთახებიდან, იმ ორიდან. აბა მოდი ვნახოთ, შევამოწმოთ იქითა ფრთა სახლის. ვინაიდან ხმაური უფრო აქედან გვესმოდა, ხო სწორია? ამ მიმართულებიდან. ხო, ანუ იქით მეორე საძინებლიდან. მეორე საძინებლიდან. კეთილი, მანდაც მივალთ აუცილებლად. სანდრა, კამერას ყურადღება მიაქცია. მოგცა. აბაზანა. ნახოთ. აბსოლუტური სიმშვიდეა. არანაირი პარანორმალური ზონა აბაზანაში არ გვაქვს. თუმცა საყურადღებო ის არის, რომ პერიოდულად იქ იმ ოთახში რაღაცა მოძრაობდა, გაიარა და მოქცა განგასში სიგნალი. წინააღმდეგ შემთხვევაში ესე არ ხდება, რა თქმა უნდა, როდესაც უშუალოდ სულის ენერგიას არ შედავს აპარატი განგასში სიგნალს არავითარ შემთხვევაში არ იძლევა. საძინებელი, ნახოთ საძინებელი. და შესაძლოა სარკესთან მოხდეს აქტიურობა.
მართალიც გამოდეთ შეხედეთ. მოდით. კი. დააფიქსირეთ თქვენს. აი, ხედავთ? სარკე როგორ გამოყოფს? აი ამაზე იყო საუბარი. საძინებლიდან გაიტანეთ უბრალოდ რა, რა ვიცი, ან ჩამოაფარეთ. იმიტომ რომ აი სხვა კუთხეში თქვენ შეხედეთ, ნახეთ. აი აბსოლუტური სიწყნარე გვაქვს, ხო? ფაქტია. კამერა სადა გაქვს? სანდრა, რატო მოშევი, უყურე, ფაქტს ვაჩვენებ ხალხს. ეგრე მოტანა არ გინდა, შორიდან დააფიქსირე უბრალოდ. აბსოლუტური სიწყნარეა, გვეთანხმებით, ხო? კი, რა თქმა უნდა. და ეხლა მივიტანოთ სარკეს დამშვალოთ. ხედავთ? დიახ. ხედავთ? აი ეს არის სარკის ენერგია, ვისაც გაინტერესებთ და საძინებლიდან სარკეები გაიტანეთ ხალხო. ხედავთ, როგორი აქტიურია სარკე. ეს არის ზუსტად სარკის ენერგია. ოღონ ამ შემთხვევაში სარკის ენერგია, არავითარ შემთხვევაში იქ. კარგი, ჩემს ზურგს უკან გამატარე. აი ეს დიდია სარკე, ნახეთ რა შეასახმე. უბრალოდ კი არის სარკე, მაგრამ აი ეს ფლობს ენერგიას და ეს არა, უშუალოდ. აი ხედავთ? ეხლა შევამოწმოთ, აი აქ. აი ხედავთ ხო? კი. აი ამაზეა საუბარი. ეს სარკე ფუნქციონირებს ძალიან ცუდად ამ შემთხვევაში. არასასურველ ენერგიას ფლობს. მოკლედ არასასურველ. აი სარკეა იგივე ხედავთ ხო აქაც. და არ გააჩნია უარყოფითი ენერგია. იმ სარკეს გააჩნია. მოვინიშნოთ ორი ოთახი. ხმარების რომელიც არის. აი კი ბატონო. აი მაგაზეა საუბარი. სარკე იმახსოვრებს რომ ვიძახით, სწორად ვიძახით, რასაც ვიძახით. და ამიტომ ის კიდე საკითხავია რა ენერგია არის ეხლა ეგ ხო ხდებით. კარგი რო არ არის მეგეუბნებით რა პირდა. ამიტომ ეს ერთი ოთახი, ეს ორი ოთახი და ის სარკე უკვე მოვინიშნოთ. მაგის დრო ნამდვილად არის. თქვენი მეუღლის ნივთი იმყოფება უშუალოდ და აქ? კი. ხო არა? კი. აი ეგრეც ვიფიქრე. ნახეთ. დაბლა უჯრაში არის რამოდენიმე. დაბლა უჯრაში? კი. აი იქ და აქაც დევს ზემოთაც. იზავი. აქაც აი ხედავთ? ესე იგი დაბლა უჯრაში იძახით, ხო? სად არის კონკრეტულად ეგ ნივთი? აქ. კარგი. აი არ გინდა უბრალოდ გარედანაც დავუჭირთ აუცილებლად თუ არაფერი გვაქვს რომელიღაც ნივთი გვაძლევს აქ აშკარად ნიშანს ეს ხო არ არის შეიძლება ეს იყოს ეს არ არის ხმაური ხო? ვინ ხმაურა? თქვენ არ იყავით ხო? არა. აი, არ გაინძროთ ერთ წუთი. იმ ოთახებიდან იყო. გავიგეთ ხო ყველა? გავრავდოთ აქედან. გავიგეთ. თქვენს გაიგეთ ხო? თითქოს ჩახვალების. კი ბატონო, აშკარად იყო მოძრაობის ხმა ან ამ ოთახიდან ან იმიდან. აი ამ სარკესაც გააჩნია, ხედავთ? აი. რა გამოიწვია ხმაური? დააფიქსირე. ხედავთ? უყურე? აი აქ უკვე მატულობს. თან მნიშვნელოვნად მატულობს. აქაც გვაქვს პარანორმალურად აქტიური ზონა. სამწუხაროდ. შენ ის სად არის ელექტრომაგნიტური?
აქ მოგჭირებს ხელში მაგ. ხო, პარალელურად დახედე ხოლმე. კი. აი, ხა აქ იყო. არასა. და ფრილას რომ ამოძრე. ამოთახში ვაფიქსირე. კილოგრამო რაღაც არის. თუმცა ესეთი ძლიერი არ არის, როგორც იმ ორ ოთახში. ორ ოთახის შემთხვევაში, თუმცა ეხლა სარდაფში უნდა ჩავიდე. ეს მოვავოთ თუ შევოთ. სარდაფში გვაქვს სარკე. რატო აგდია ეგ სარკე? ამ შემთხვევაში ჩვენ ძალიან გვაინტერესებს, იმიტომ რომ როგორც აგვიხსნეს, ეგ სარკე არ უნდა ეგდოს, სარდაფი უკვე დაალაგებული იყო და არც ერთ შემთხვევაში ძირს ეგრე სარკეს არ დააგდებდნენ. ხოლმე თახო. დიახ. კეთილი. ჩამოვიდა მეც. შენია სარდაფში ჩავიდე. მაგას არ ამდოთ მაინც. სანდრა, შენ აქ ვერ ჩამოხვალ პრინციპში. ჯობია რომ მე მომცე კამერა. ესეც გავმართვი და ესეც გავმართვი. არა, ამდენ რაღაცას ვერ გამოგართვე. მაქვს ელექტრომაგნიტური. ერთი წამი. აქ უკვე საფეხური აღარ. აი ხა ჩამოვედით უშუალოდ სარდაფში და აი სარკე, რომელიც ძალიან მაინტერესებს მე. აი ხედავთ სარკეს. რანაირი ენერგია არ გააჩნია. ანუ სარკეს უშუალოდ არ გააჩნია უარყოფითი ენერგია და მით უმეტეს საყურადღებოა რატო გდია ძირს. აი ხო ხედავთ, აი ნახეთ. არ არის, აი სრული პასუხისმგებლობით ვიცახი, რომ ასეთ არეულობას, აი ეს წიგნებიც ექნებოდა კოხტად დადებული. აი ხო, გაჩვენ. ეს ისინი. ბოთლები, ხო? კი. სრული აურზაურია, ეხლა რომ დაანახა იტყოდა, რომ რომელიღაცამ არიეთ. გასაგებია. ნახეთ რა მომენტია ეხლა მეგობრებო, მე პატრონის სიტყვები გესმოდათ, ან საუბრობდა, რომ არ არსებობს აი ესეთი უწესრიგობა, არ უნდა იყოს არც ერთ შემთხვევაში. მოკლედ დავაბრძოლოთ კვლევა და ერთი წუთი. აი. სანდრა. შენ ხმაურო? ნუ ხმაურო. ამ დროისთვის სარდაფში არის ძალიან მცირე აქტივობა. გასაკვირი ამბავია. ზედა მხარეს სახლის ტერიტორიაზე ორ ოთახში გვაქვს ძალიან ძლიერი პარანორმალური ზონა და მოძრაობა უშუალოდ. აი ერთი წუთი. აი ახაც დაფიქსირდა ეხლა სახლში მოძრავი სული. მეგობრებო, სადღაც სარდაფში აი კვალზე მიუყვები, მაგრამ ის მოძრაობს არ დაგვავიწყდეს, ძალიან სწრაფად გადაადგილდება. და აი აგერ. არა, იყავი ზემოთ. აი მეგობრებო, ნახეთ როგორ მოძრაობს, ხედავთ? უშუალოდ მოძრაობს ტერიტორიაზე. შესაძლოა ეხლა შემზურგს უკანაც იყოს, აი იგივე ტერიტორია. სახში გადაადგილდება რაღაცა ძალა, სული და ძალიან ჩქარა მოძრაობს. საით წავიდა ცდილობთ რომ დავადგინოთ. სადღაც არის და გადაადგილდება.
თუმცა ნახოთ, რა თქმა უნდა, ეგეცაც გამოვიყენებთ, იმიტომ რომ უკვე გვაქვს